Teatro Cavisibile, Regioni, Amorveri, Darma, მოგესალმებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და პირველი არხი წარმოგიდგენთ მრავალ ქვეყანაში ძალიან ცნობილ და პოპულარულ საფეხბურთო სატელევიზიო შოუს კომენტატორს. 3 თვის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ თვალიადევნოთ პროექტ საუკეთესო კომენტატორის ტიტულის მოსაპოვებლად. თუმცა სანამ კონკურსანტებს გავიცნობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ლეგენდარული ქართველი კომენტატორები. თბილისის დინამო იამანიძე, პოტრიკ გაძე, ბორის სიჭინავა, ფეხუიაშვილი, ზეინგლიშვილი, გიორგი სიჭინავა, პარკაია, ცხოვრებოვი, დასუნაშვილი, მეტრეველი, მესხი. მარცხენა ფრთაზე მესხთან მესხთან დათანხმდა სახებათო ხდება ანდრეი ლუკისათვის. მან გამოავლინა თავისი სპორტული მექანიზმის ყველა დეტალი. გავიდა წინ დათმა. თამაში გრძელდება, კონტროლა შედის საჯარო მომენტზე და ისიც მოწე. მთელი გუნდი შეტევასია. შეტევაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო თავდამსხმელები, არა მარტო ნახევარმცველები, არამედ 4-ვე მცველი. განსაკუთრებით კარგად თამაშობენ ბრამა შენგელია და გუცაევი. გუცაევი მიუახლოვდა საჯარო მომენტს დათმა. არის 1000-ზე მეტი მსურველიდან პროექტში საუკეთესო 93 მოხვდა. მათი რაოდენობა კი რა თქმა უნდა ტურიდან ტურამდე უფრო მეტად მცირდება. 83-დან 64-მდე, 64-დან 32-მდე, 32-დან 16-მდე, 16-დან 4-მდე და ბოლოს რა თქმა უნდა ფინალი. 27 მაისს კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მონაწილეებს ყოველ ეტაპზე სხვადასხვა საფეხბურთო მატჩის მონაკვეთის წაყვანა მოუწევთ. მათ რა თქმა უნდა კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ისინი არიან: მსახიობი სოსო ლაღიძე, ფეხბურთელი დავით მუჯირი და სპორტული კომენტატორი დავით მინაშვილი. სოსო ლაღიძე, მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაიბადა 1936 წლის 26 იანვარს სამტრედიაში. 1955 წელს თბილისის მე-3 საშუალო სკოლა დაასრულა და სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო. 1959 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ნახევარ საუკუნეზე მეტია ამავე თეატრის სცენაზე დგას და პარალელურად 20-ზე მეტი კინოროლი აქვს შესრულებული. პროფესიულ კარიერასთან ერთად სოსო ლაღიძის ცხოვრებაში დიდი ადგილი ფეხბურთსაც უჭირავს. საქართველოს დამსახურებული არტისტი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. პირველი არხის სატელევიზიო შოუ კომენტატორში იგი კონკურსანტების მეტყველებას და არტისტიზმს შეაფასებს. დიდი გულშემატკივარი ხარ ფეხბურთის და ვერაფერს გამოგაპარებინ ალბათ. გარდა იმისა, რომ გულშემატკივარი ვარ, თამაშობდი და მე ახლა არ მინდა ახალმსახიობი ვარ, შემიძლია ცოტა წავიტრაბახო კიდეც ნიშა მესხთან მითამაშია და სერგო კოტრიკაძე მეკარე იყო. მაშინ იყო ფშმ-ი, აი ესეთი ახალგაზრდული სკოლა იყო. 33 საუკეთესოში შევედი და ესეთი მდგომარეობა იყო ჩემი სპორტთან დაკავშირებით. დავით მუჯირი, ვეტერანი ფეხბურთელი. დაიბადა თბილისში 1978 წლის 2 იანვარს და უკვე 16 წლის ასაკში დინამოში ჩაირიცხა. აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დინამოს გარდა თბილისის ლოკომოტივის, ტირასპოლის შერიფის, გრაცის შტურმის, სამარის კრილია სოვეტოვის, მოსკოვის ლოკომოტივის, ჰიროსიმის, სანფრეჩეს და ზესტაფონის ღირსებას იცავდა. კარიერა ზესტაფონშივე დაასრულა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ქვეყნის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში კი 25 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი დავით მუჯირი სატელევიზიო შოუ კომენტატორში კონკურსანტებს პროფესიონალი ფეხბურთელის თვალით შეაფასებს. რამდენად მიესალმები მსგავსი ტიპის პროექტების წამოწყებას ჩვენს ქვეყანაში და როგორ გონია გაამართლებს თუ არა ეს პროექტი? პროექტმა უნდა გაამართლოს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს. მსგავსი ტიპის პროექტები ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს პროექტი ზოგადად მიმართული იქნება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისაკენ. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილის მიღებაში ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს მოვალეობას ამ კონკურსში, მე შევეცდები, რომ გამარჯვებული და ფინალისტები გამოვიდნენ ისეთი, რომლებიც მომავალში უკვე მზად იქნებიან გამოადგნენ ქართულ ჟურნალისტიკას და ქართულ ფეხბურთს. დავით მინაშვილი, კომენტატორი. დაიბადა თბილისში 1972 წლის 8 აგვისტოში.
1995 წელს დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. 1994 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიოში, სადაც კორესპონდენტობასთან ერთად საფეხბურთო მატჩების რადიო რეპორტაჟების წაყვანაც უწევდა. 1999 წლიდან მუშაობდა პროგრამა „მოამბის“ სპორტული ბლოგის წამყვანად და კორესპონდენტად. უკვე 10 წელია სპორტული კომენტატორია. მთელი ამ ხნის განმავლობაში რეპორტაჟების წაყვანასთან ერთად იყო რამდენიმე პოპულარული სპორტული გადაცემის ავტორი და წამყვანი. სატელევიზიო შოუ კომენტატორში კონკურსანტებს იგი თავის გამოცდილებას გაუზიარებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტია ჩემი აზრით და ძალიან კარგი პროექტი არის. გაამართლებს რა თქმა უნდა ეს პროექტი, იმიტომ რომ ანალოგი არ ქონია ქართულ სატელევიზიო სივრცეში მსგავს პროექტს და სადაც გაკეთებულა რომელ ქვეყნებშიც იქ ძალიან დიდი ინტერესი იყო. ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთი საქართველოში ყველა მიცის, ყველას უყვარს და ყველა ფიქრობს, რომ საუკეთესო კომენტატორი იქნება, აქედან გამომდინარე ალბათ აი ეს ადამიანებს, რომლებიც მოსულები არიან და რომელთაც სურთ გახდნენ კომენტატორი, ბოლომდე ჩაერთვებიან, ბოლომდე დაიხარჯებიან და სატელევიზიო შოუსთვის ეს იქნება ძალიან კარგი. გაწოდება საჯარიმოში. შეიძლება სიტუაციის გამწვევა საჯარიმოშია. მართლაც პასი უკან. დაშლა! გამარჯობა. ესე ჩვენი კომენტატორი. იღიმის ადამიანი, აი, განწყობა ესეთი უნდა ვთქვათ. სეზონის ყველაზე მაგარი თამაში. მიხეილ მესხი. ეგ ბაქენი არის, მაგრამ ო, შეცეკა და გამოვხარია. რამდენიმე წუთში ჩვენი კონკურსანტები უკვე გაივლიან რეპეტიციას, რის შემდეგაც შევლენ ჟიურის ოთახში, სადაც უკვე მათ მოუწევთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 3 წუთიანი ეპიზოდის წაყვანა. დღეს ისინი ძალიან ღელავენ, რადგან პირველად წარსდგებიან ჟიურის წინაშე, ასე რომ ჩვენ შევეცდებით თითოეული მათგანი გავიცნოთ და რა თქმა უნდა თქვენც გაგაცნოთ. მაშინ ასე იწყება ბრძოლა კომენტატორის ტიტულის მოსაპოვებლად. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზია. მნიშვნელოვანი მატჩების დროს აქ განსაკუთრებული სტუმრები იყრიან თავს, თუმცა დღეს ეს სივრცე ჩვენი კონკურსანტებისთვის სარეპეტიციო ოთახად იქცა. კონკურსის პირველ დღეს ჟიურის წინაშე კასტინგში გამარჯვებული 83 მონაწილიდან 42 უნდა წარსდგეს. სარეპეტიციოში ყველაზე საინტერესო მოვლენები სპეციალურად დამონტაჟებული ამ მონიტორების გარშემო ვითარდება. თითოეულ კონკურსანტს საშუალება აქვს ჟიურისთან შესვლამდე გაეროს რეპეტიცია. როგორც ხედავთ, ზოგიერთი მათგანი უკვე იყენებს ამ შესაძლებლობას. ხეცაძე არაფერს არ ამბობ, ხეცაძე უკან იხევს ბურთს სტრუმოძრაობა, მაგრამ შაშიაშვილი ხდება თავად მიიწევს და მიხეილ მესხის სტილში. პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მატჩებიდან 7 3-წუთიანი ეპიზოდი მომზადდა. მონაწილეებისთვის აღნიშნული მატჩების ჩამონათვალი წინასწარვე ცნობილი იყო, თუმცა კონკრეტული წასაყვანი ფრაგმენტის შესახებ მათ ადგილზე შეიცვალეს. ყველაზე რთული მისია ბაქარ ერაგიას ხვდაცილად. ის პირველი უნდა წარსდგეს ჟიურის წინაშე. პირველ არხზე ვარ, პირველ ნომერი, იმედია ამ პასუხისმგებლობას გავართმევ თავს, რომ ჟიურის შეუქმნა კარგი განწყობა, ჟიურის შეუქმნა ისეთი мотиваცია, რომ ბოლომდე მთელი შემართებით
უყურონ სხვა მონაწილეებს, რაც შეეხება თვითონ თამაშს, საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი შემხვდა. ეძებს თავისუფალ პარტნიორს ჩაწოდება უკვე პოზიციურ შეტევაზე გადავიდა ტორპედო. ეს არის ჩვენ ჯადოსნური ოთახი. და აქ იმყოფება ჩვენ ჯადოსნური ზონა. არზიანმა ჩაჭრა ბურთი. კარგადაც იმა შეიძლება. კახელიშვილი დარტყმა. გადარჩა. გოლ! მერტოჩი. პენალი მსაჯი სადაც პენალია. უში გადაყვანა გაზრი არა. საბოლოო პასუხი ჯერ არ არის. ანუ არც ძალიან ცუდი არ ვიყავი როგორც ჩანს და არც ძალიან კარგი. თბილისელები ბურთთან, აი აქ დაიკარგა ბურთი. ძალიან კარგად თამაშობს აქ ბენაშვილი. შემდეგ გორგიაშვილი. შემდეგ ელიავა. დარტყმა და 4-1. 4-1. აი აქ ძალიან გაბრაზებულია. ლორია, თუმცა მისი ბრალი არ არის ნამდვილად. დაცვა აშკარად ჩავარდა. აი ეგ რიგალაშვილის პასი იყო უკაცრავად. ძალიან კარგი პასი და ძალიან ძლიერი დარტყმა. შეეძლო აქ აღება ლორიას, თუმცა ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. აი ხა გამეორებაზე ვნახავთ უკეთესად. ნადირაძე ძელსაც იამბორა, ვნახოთ რა სიზავს. არა, იდეალურად შეასრულა. იდეალურად გელაშვილმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა როგორც ჩანს 5-1. ძალიან ყვიროდი. არა, არ ყვიროდი. მოდი ერთ პირველი გეტყვი, რაც მეც მოხდა თვალში და შემდეგ გამოგადგება. საღიჭი რეზინის ღეჭვა და რეპორტაჟი წაყვანა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ეს ახლა ორი გამოდის რომ ახლა ჭამის დროს თავიდან აუ მივალ, აი 5 საათია რა გადააგდო ვერცა და რა ხო. ჭამის დროს თან ლაპარაკი საბავშვო ბაღის თემაა რომ არ შეიძლება. დაანთის მაშხალები ტრიბუნებზე. რაც იხაროს რა თქმა უნდა საზღვარი არ აქვს და კიდევ ერთხელ მივიხილოთ ეს მომენტი. მოკლე დისტანცია აიღო გამორბენისთვის გოჩა ხოჯავამ და ზუსტი დარტყმით გადაგზავნა ბურთი. როინ კვასხაძის კარში. სანამ კვასხაძე მუხლას აქვს ადგილი. დაანებით ცოტა ხანი, დაანებით. როგორ ახლა? ვადლობთ კარგად. დათამაში გაქვს დილა ზესტაფონი? გორის დილა ზესტაფონი. მაგარი თამაში. ფინალი. ნამდვილად ეუჯერ აღნიშნეთ ხო, ძალიან საინტერესო თამაში იყო. ყველაფერი მოხდა, მეგონი მაგ თამაში ასუნა. თან მე შევხვდა ზუსტად ესეთი ეპიზოდი, სადაც ერთდროულად არის გაძევება 11 მეტრიანից, ნუ შემდეგ 11 მეტრიანს მოყვება გოლი, იქ შეხლა შემოხლა ტრიბუნებზე. ой, მაიკების გახდა და ძალიან დაძაბულობა, ყველაფერი. ამ შემთხვევაში გამიმართლა. ბუკა, იგივე თეიმურას ჭაბუკიანი. შენ უნდა გვასახელო ახლა ჩვენ. ვეცდები მაქსიმალურად არ დავიშურებ. აბა შენ იცი. მე მაქვს კარგი ხელი. იმიტომ მე გაგიღებ კარს. დაიცი. დიდი ვიჩვენებენ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს, ამასობაში კი ზესტაფონის ფეხბურთელები მორი კუთხურს მოაწვდიან. თაფციაური გააკეთებს ამას, ჩაწოდება ბურთი ჰაერშია. გამოაქვთ გორელებს, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნით კლავ ზესტაფონელთა შეტევა, მენთაშაშვილი დაუტოვა ელიავას. მარჯვნივ აფციაური იხსნება გადაცემა. აფციაურმა გადააწოდა მუჯის ვარდნაში ვერ შეაჩერა ბურთი და გორელების შანსი განახორციელა კონჩეტევა. ხოჯავა მათევატაძეს დაუტოვა ბურთი. მათევატაძე 1-1-ზეა მირბის და საჯის სასტუმი ისმის, რაც ნიშნავს ზესტაფონის კარში დანიშნულ 11 მეტრიანს. გააძევა თეიმურას ღოლხაძე მატჩის 28 წუთზე თავარმა არბიტრმა კვარაცხელია. აი გამეორებაზე გვიჩვენებენ ეს თამაშგარია.
ეს არის ნამდვილად თამაშგარი. კიდევ ერთხელ ნახოთ ვარდნის მომენტი. ჯერ ბურთს შეეხო თეიმურაზ გონღაძე და შემდეგ წაიქცა მათე ვაწაძე. აქ 11 მეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ წითელი აქ არ არის საჭირო ეხლა დვალის მიერ სიტუაციის გამწვავება. ისედაც ძიმე ვითარებაში არიან ზესტაფონის ფეხბურთელები. ნახოთ კიდევ ერთხელ. ნამდვილად ჯერ ბურთს შეეხო და შემდეგ წაიქცა ვაწაძე. 11 მეტრიანის დანიშვნა ჩემი აზრით შეიძლებოდა, მაგრამ გაწევება ნამდვილად ზედმეტი იყო. ხოჯავა შეასრულეს 11 მეტრიანს, გამორბენი დარტყმა და ანგარიში ხდება 1-1. გაათანაბრეს გორის დილას ფეხბურთელებმა ზესტაფონის წინააღმდეგ. გოჩა ხოჯავა 21 წუთზე გატანილი გოლის ავტორი. თემური იყო პირველი, ვინც თქვა, რომ მოედანზე მუჯირი იყო და ის მაინც დაინახა ამ ადამიანებს. არ გადავცეთ სიტყვა მუჯირს. არ მუჯირს უნდა გადავცენ როგორც ისე იცნეს. სათო შეთქვი ჯერ. კარგი იყო, ეხა პირდაპირ მე ჩემი აზრით მომეწონა ეს ეპიზოდი სამწუთიანი. შენ გააქვს იმის პოტენციალი, რომ ფინალამდე მიხვიდე და ალბათ გამარჯვებისთვის მე დღეს რაც ვნახეთ ამ დრომდე მარტო იმიტომ არა რომ კვარაცხელია ახსენე და მარტო იმიტომ არა რომ მუჯირი დაინახე მოედანზე. აქ ნაცნობობით კეთდება ყველაფერი ვატყობია. უბრალოდ ერთი პატარა შენიშვნა მაქვს, რაც უნდა შენ ისეთი პროფესიაა ეს კომენტატორობა, შენ აუცილებლად ფეხბურთელებიც უნდა იცოდე, თამაშის წესებიც უნდა იცოდე ზედმიწევნით, რადგან შენ თვითონ ახსენე რომ შეიძლებოდა 11 მეტრიანის დანიშვნა. ეს არის შენიშვნა. ეს როგორ არის? თუ აქ 11 მეტრიანი ინიშნება, ესე იგი ფიქსირდება თამაშის წესების დარღვევა, რის გამოც ინიშნება 11 მეტრიანი დარტყმა და ეს ავტომატურად არის ბოლო იმედის ჯარიმა, რომელსაც ავტომატურად წითელი ბარათი აქვს. სხვა გამოსავალი არ ქონა. თუ პენალტი ინიშნებოდა, აქ აუცილებლად წითელი ბარათი იყო საჭირო. ეს შენ უნდა იცოდე, იმიტომ რომ შენ მაყურებელი არ უნდა შეიყვანო შეცდომაში. გილო, ცალ გადახვედი. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ. ნახვამდის. ნახვამდის. სალუქვადენ და ეს გააგდეს ისა ალბათ მომავალმა კომენტატორებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთი არის გუნდური სპორტი, რაც სარეპეტიციოში ნათლად გამოჩნდა. რამდენიმე მათგანმა ეპიზოდის განხილვა კონკურენტებთან ერთად გადაწყვიტა და მეტიც ჩვენ კონკურსში ნამდვილი გუნდიც აღმოჩნდა. ეს ტყუპი ძმები ერეკლე და ცოტნე არიან. საჯმალევან კვარაცხელია მოედნიდან გააძევა თეიმურაზ გონღაძე. რა ხდება აქ? აი რა ხდება? ჯაბადვალს მეორე ყვითელი ბარათი და გააძევა იგი არბიტრმა მოედნიდან. კომენტატორის ტიტულის მოპოვებაში მამაკაცებს სუსტი სქესის წარმომადგენლებიც უწევენ კონკურენციას. თითოეულ მათგანს აქვს ამბიცია, რომ საქართველოში პირველი ქალი საფეხბურთო ტელეკომენტატორი გახდეს. ძალიან კარგი ეპიზოდი შემხვდა, მშვენიერი გოლია და საერთოდ ეს ძალიან კარგი თამაშია გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეხა აქ მოგაკეთე მაგის კომენტარს იქ შემოიღა. აქედან ვიწყებ მოტელობას ასე ვთქვათ. შენ გიყვარს წერა დეტექტივების. კი, ძალიან. ქართულ ფეხბურთს და დეტექტიულ ჟანრს მწერლობაში როგორ აკავშირებ ერთმანეთს? ანუ რავი, ის სხვა არის, ეს სხვა არის. მაგრამ შეიძლება ხარ რაღაცა ერთმანეთში სინთეზი და ასე შემდეგ. ანუ რაალფეროვნება მომწონს, იქეთ დეტექტივებს წერ, აქეთ სპორტი ძალიან მომწონს და ასე. თუმცა ამ განაპირობა შენ სულ ამ პროექტში მონაწილეობა. მინდა რომ ვიყო დაკავებული იმ საქმით, სადაც ხშირად მექნება შეხება ფეხბურთთან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ძალიან დიდი დაძაბულობა სტადიონზე, დაპირისპირებას აქვს ადგილი. ბუნებრივია ალბათ ახლა ესეთი მდგომარეობა, როდესაც ფინალს აგებ 4-1, ესეთი დიდი ანგარიში, თან კაცნაკული ხარ. დვალი გადის მოედნიდან, იგი გაძევებულია. ფსიქოლოგიური მომენტიც არის აქ ალბათ თავისავად. იმიტომ რომ უკვე მატჩის ბოლო წუთებია, თითქმის შეუძლებელია ანგარიშის გათანაბრება. გაანეიტრალა სიტუაცია, კვასხვაძემ ყოველ შემთხვევაში ცდილობს.
ნახოთ როგორ გაგრძელდება, ხედავთ როგორ გადის ჯაბადვალი მოედნიდან. მაისურ გახდილი, თუმცა აქაც უხეში ჟესტი საკმაოდ, რომელიც ალბათ არ ეკადრება ფეხბურთელს მოედანზე. მე მწვანე შუქი აუნთე მაგალითად. კი ბატონმა სოსომ თქვა მწვანე შუქი აუნთეო. ხმა გაქვს კარგი, შეგიძლია მეტყველება, ოღონდ ხანდახან გადადიხარ, აი როგორცი, დაქალს ეჭორავები. აი კი გასაგები. ხო რაღაც იმას და აი გადიხარ რა იქიდან სადაც ხარ. ამას დაუკვირდი და საფეხბურთო ტერმინები. ცოტა გიჭირს. საფეხბურთო ტერმინები აუცილებლად. კი, არა, ეხლა უბრალოდ ძალიან ნერვიულობდი იმოქმედა. პროცესში უნდა იყოს ჩართული მარტო ფეხბურთის სიყვარული. ეს ერთხელ ინერვიულია და დაამთავრე ამით ნერვიულობა. მოდი შემდეგ ტურში. მოდი შემდეგ ტურში ნუ ინერვიულობა. ამიტომ ნერვიულობას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. კი, ხო, ანუ ეს არის, მაგრამ ვერ ვაკონტროლებ ხან. ძალიან დავიბენი. რადგან შემდეგ ტურში უნდა მოხვიდე, რჩევის სახით მიიღე ჩვენგან რაღაც გეუბნებით, შენ კომენტატორი ხარ, შენ ხმა ხარ, რომელსაც ისმენს გულშემატკივარი, შენ აუცილებლად შენი აზრი უნდა დააფიქსირო ამ შემთხვევაში, გმობ ამ ქმედებას ფეხბურთელების, ამართლებ, ან თუ ამართლებ, რატო ამართლებ. აი ამაზე ისაუბრე, შენ ქონდა ამის საშუალება გამეორების დროს ეს გეთქვა. ამიტომ დააკვირდი ძალიან იმას, რომ მეორე ყვითელი რომ მიიღო ჯაბადვალმა. ეს წითელში გარდაისახა და მაგიტომ მისცა წითელი ბარათი მსაჯო. მოკლედ ესე უნდა დახვეწო. კი, გასაგებია. და უბრალოდ ყურადღებით იყავი და ჩვენ გვინდა რომ მეორე ტურში რომ მოხვალ ამაზე აღარ გვალაპარაკო. არა, არავითარ შემთხვევაში. მეორე ტურში რომ იყო კონკურენტუნარიანი და არ გაგიჭირდეს მესამე ტურში გადასვლა. მე-49 წუთი მატჩის დაინიშნა ჯარიმა ზესტაფონელთა კარის მიმართულებით ბურთან ჩისკო როგორც ჩანს თავად ვიაპირებს დაარტყას სოლიდური ცოცხალი კედელი თუ არ ვწდები ალვაროა აღშფოთებული გამორბენი დაარტყმა მაგრამ ცოცხალმა კედელმა მოიგერია კიდევ ერთი ოპა მაპატიოს დინამოს მეორე ნომერმა მაგრამ სარაგბო ტერმინი რო ვიხმარო ეს არეკნს უფრო გავდა გაითამაშებენ ალბათ ზესტაფონელები ჯარიმას, ასეც მოხდა, ელიავა საჯაიამა მოიწია. მოედნის ცენტრში თავისი გუნდის კაპიტანი მონახა, ისევ საჯაია, დვალმა მიიღო ბურთი, აი მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი მოძრაობა ფლანგზე, რა გადაცემა. კარგია, ღონღაძე, შედის, ჩააწოდე. ვინ არის? 1-0. აი მივიღეთ ნატრი გოლი. მივიღეთ ზეიმობს დავით აბაშიძის სტადიონი, რატო გამეთიშა? ტექნიკური ხარისხის ბოდის კიხდი. ზეიმობს ზესტაფონი. აღშფოთებული გიორგი ლორია და აბსოლუტურად მესმის მე დინამოს და საქართველოს ნაკრების გოლკიპერის, მაგრამ ზეიმია ზესტაფონში. 51 წუთზე როგორც იქნა გაიხსნა ანგარიში. გოლი აკლდა ამ თამაშს თქო ვამბობდი და ესეც მივიღეთ აი ეპიზოდი ისევ განმეორებით რა კარგად შევიდა ღონღაძე. და აქ საჯარიმოში გრიგალივი შემოვარდილმა გრიგალაშვილმა მას ვერ ჯიღაურმა შეუშალა ხელი და ლორია არც გატოკებულა პრინციპში აი ეხლა დაიწყება ალბათ ის თამაში რასაც ველით მე და თქვენ საწყაროდ ისევ ტექნიკური ხარვაზე მე ვაპროტესტებ რომ 3 წუთია მეორე ტურის მოემზადოს სოდური დავასრულო გადაწყვეტილება მიღებულია ბატონოს გადაწყვეტილება მადლობა ალბათ თქვენ გილოცავ კარგად იყავით ოპა მომეწონა ძალიან კარგად იყავით ჟიურისთვის საკმაოდ ემოციურ და დაძაბულ სამუშაო პროცესში რამდენიმე კონკურსანტმა ხალისიანი განწყობა შეიტანა. მოკლედ ისე დააღლილები ვართ, ისეთი ემოციურად ჯერჯერობით არ ვართ განმუხტულები, თავიდანვე ვიმუხტებით, მერე შევალთ ჟიურის დავმუხტავ და იქნება გვიხილავთ შემდეგ ტურში. მესამე რიგით, ხო? 64-ში შევხვდებით.
დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჯარიმა ბურთან არიან დინამოელები. ჩისკო წერტილთან. საკმაოდ დიდი კედელი აღმართეს. მასპინძებლად ჩისკო გამორბენი დარტყმა კედელი ღებულობს ბურთს. კიდევ ერთი დარტყმა და მეზობლის ყანაში უშვებს მამუკა ლომიძე თავის ბურთს. ვერ გამოიყენა შანსი, ცუდად დაარტყა აშკარად. თქვენს ეკრანზეა დარტყმის ავტორი. ქუხარე კომაგობა გვესმის ჩვენ ტრიბუნებიდან, რაღაცა კიდე აფეთქდა. ნუ აქ ყვასყვაძე ფიქრობს რა გააკეთოს, მოკლე პასით თუ გრძელი გადაცემით შეიყვანოს თამაში ბურთი, იფიქრა და გრძელი გადაცემით გადაწყვიტა მაინც. პასი წინ, დვალი ღებულობს ბურთს, ერთი წრუ მოძრაობა, ისევ დვალი. წინ გარღვევაზე ღონღაძე შედის საჯარიმო მოედანში, პასი თავისუფალ ზონაში, დარტყმა, გოლი! კაცრავად ამ ტექნიკური შეფერხებისთვის გოლი, ბრწყინვალე გოლი და გადანილი გოლის ავტორი. გრიგალაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, აღშფოთებული გიორგი ლორია, რა თქმა უნდა, აღშფოთებული, ძალიან სუსტად, ძალიან ცუდად ითამაშეს ახლა მცველება. აქ გრიგალაშვილს ცოტა გაუმართლა, იმიტომ რომ პატარა რეკოშეტი იყო, მაგრამ გოლი კი არა მშვენება გაიტანა. კიდევ ერთხელ ვაკვირდები, დარტყმა მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში. წინვალე იყო და უშანსოდ დატოვა გიორგი ლორია. უშანსოდ. კიდევ ერთხელ მშვენიერი გოლი. ოჩახ ორიგინალური იუმორით მე მგონი სათქმელიც ბევრი არაფერია. ერთი მომენტი იყო იქ მამუკა ლომიძემ უხეშად ითამაშა, თუმცა დინამიკაში არ ჩანდა ის ფეხბურთელი ვინ იყო. შენ უბრალოდ ეს წინასწარ მომზადებული იყავი, გამეორებაზეც ნანახი ქონა და იცოდი. შემდეგ ტურებში აღარ ელოდო ამას, იმიტომ რომ შეიძლება მოგიწიოს ლაივში წაყვანაც. და შემდეგ ტურებში ანუ ფეხბურთელები უნდა იცოდე, მანერით, გარეგნობით, აღნაგობით, ამისთვის უნდა იყო მზად. ამიტომ გირჩევ, უკვე დაწყებულია ეროვნული ჩემპიონატი და მაქსიმალურად უნდა ჩაერთო პროცესში. ბაჟა გამარჯობა. ესე იგი, სახიობი, დურგალი, კიდე ჭედელი კიდე. სახიობი აღარ ვარ. მუსიკ პიანისტი ვიყავი კიდე. ხო, მაგრამ ეს სამსახიობო ნიჭი ახლა ხო დაგეხმარება შენი საქმის გაკეთებაში, მითხარი? ალბათ კი, უბრალოდ შეიძლება ალბათ მეტყველებაში და ეს ადამიანზეა, კომენტატორი ისეთი პროფესიაა, თუ ფეხბურთი გიყვარს, თან კარგად ერკვევი, ამისათვის საჭიროა. მე მგონი კიდევ არ არის აუცილებელი, მე მგონი იმის დასწრება. კლუბის ზესტაფონი, მითხარი შენი დამოკიდებულება. კლუბის ზესტაფონის მიმართ არის ჩემი დამოკიდებულება ძალიან კარგი. ნუ იქამდე, აი ამ კონკრეტულ თამაშს ვადევნოთ ახლა თვალყურს, რომელიც არის 2011 წლის თამაშია, სადაც მაგ დროს უკვე გია გეგუჩაძე იყო და მე ვთვლი, რომ ესე უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი, როგორც ზესტაფონი მეთოდურად. ხანგრძლივი პროექტი უნდა იყოს და არა ესეთი სულ სწრაფი, როგორც ქართულებს გახასიათებს. მაშასე არის ახსრულდა დაიწყო თამაში. საკმაოდ საინტერესო თამაშია, გისურვებთ საფეხბურთო სიმფონიის 90 წუთეულს. ნახოთ მივადევნოთ თამაშის თვალი. თამაშის 59 წუთი მიმდინარეობს. გაგრძელებაა საჭირო, შეიჭრა. პასი! გოლ! ჯატოქრობა შემოგთავაზა გრიგალაშვილმა. გენაცავი გოლ! დაიგრა სტადიონი, გაიხსნა თამაშის 51 წუთზე. შესანიშნავად შეიჭრა საფეხბურთო
პატარა შედევრი შემოგთავაზა გრიგალაშვილმა მე ძალიან მიხარია და დამთავრდა? კი, დამთავრდა. დამთავრდა. ასე მალე დამთავრდა. იცი რა არის? ეს რასაც გთავაზობ ხა ჩვენ პირველი. ჩვენ ვიყურებდი და ასე როგორ წაიყვანდი თამაშს. ეს ემოცია იყო გაკეთებული. არ იყო ეს ორგანული. აი ორგანული ემოცია მე გაგახსენებ ყველას აქვს ნანახი 64 წელში ჩემპიონები რო გავხდით ეროსი მაჯიალაძე და კოტე მახარაძე რო ერთმანეთს ერხვევიან და არის ის იყო აი გოლით ანუ ხეთქილი ხო არა იმიტომ თან ერთი კიდე მომენტია რომ მეც აქ ჩანდა რომ აი გაკეთებული გაგეს მე ძველი ემოცია იყო მაშინ როცა რეპეტიციის დროს ერთხელ შევხედა მომენტალურად გავანებით რომ მაშინ ვერ შევიკავ და ემოცია აუცილებელია მე სიცხეები მქონდა ხოლმე ფეხბურთში გეთახმები შეიძლება არ იყო დამოუკიდებელი მაგრამ 25 ყოველთვის გქონდა თამაშის დაწყების მე ვფიქრობ ჩემი აზრია რომ შანსი მოგეცემა შენ რომ გააგრძელო შემდეგ რომ გააგრძელო მაგრამ აი ეს მომენტია რომ ზუსტად უფრო მეტი ყურადღება კონკრეტულ ეპიზოდზე თამაშზე რაზეც მიდის შენ გვესაუბრებოდი ჩვენ და არა მიყავდა ეს თამაში. დაამთავრე? თუ ფეხბურთელს გულშემატკივარი 90 წუთის განმავლობაში ტრიბუნიდან ამხნევებს, ჩვენი კონკურსანტები უფრო რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. მათ ხომაგი მხოლოდ ჟიურიდან გამოსვლის შემდეგ ხდება. აქ ვაჟა შემოვარდა და აქედან დახვდა კიდე ვაჟა კილოცა მე მყავს გულშემატკივრები აქ გიორგია ბატონი ჩვენი კომენტატორი პირველ ადგილს აიღებს ასეთია კანონი გაიოცა ანუ საბოლოო პასუხი არც არ ვიცი შენ როგორი იმედი გაქვს რა ვიცი ნახოთ ასე მითხრა ჟიური ნახოთ ჩაი არა ნორმალურად ყველაფერმა უბრალოდ მე ნერვიულობდი ძალიან ნახოთ ნუ იმეორებ ბევრს და აღარ გავიმეორებ ამ ნახოთ მე აღარ ვიტყვი აღარ შენი აზრით მომავალ წუთში წინებია სხვა რა საქმე აუცილებლად ვინერვიულობ იმიტომ რომ სხვა ხრივ არ შეიძლება არაფერს კეთება ფლაგეუნები გულწრფელად გულით გაუგეს სამხრეთულ და იტალიელ კომენტატორებს რომლებიც ლეწავენ ირგვლივ ყოველთვის სოლო კალატე ტირო უკეთესათაც შეიძლებოდა ნამდვილად, მაგრამ მისაღებია ის შენიშვნები გავითვალისწინებ აუცილებლად. მეორე ტურში მეტი უკეთესი იქნები. არ ვთქვამ თუ არ ახალ გადასული და თუ ეს რა იყო, ანუ მომცა შანსი და დავფიქრდებით აუცილებლად და მე იმედი მაქვს გადავალ. ვიტყვი რომ იყო ძალიან საინტერესო, ძალიან სახალიცო, ძალიან აღმაფრთოვანებელი ესეთი ზეაღმატებულ განწყობაზე დამტოვა დღევანდელმა დღემ. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ დაღლის გარეშე ხო საქმე არ კეთდება. პენალტზეც ითამაშა ახალ კაცმა, მაგრამ რასთავარია წამოედო ჭელიძე ამ ეპიზოდში მის მანევრს და იყო ალბათ 11-იანი, იმიტომ რომ დაინახეთ მაისურძეს დაკაჩა. მაისურზე დაკაჩა ჭელიძემ და შაშიაშვილს გვიჩვენებენ ეს საშკარად არ იყო შაშიაშვილი, ახალ კაცი იყო ეს ფეხბურთელი. შაშიაშვილი უკმაყოფილო რასაკვირველია მსაჯის მოქმედებებით. გვიჩვენეს გია გეგუჩაძეც, რომელიც ამოისურდა ამ ეპიზოდში და აფიქსირეთ, აღარ გადარჩა ქუთაისელები. ტურნიკე რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი კონკურსანტი, რომელსაც ჟიურიმ რეპორტაჟის წაყვანა არ დაასრულებინა და მეორე ეტაპზე გადასვლა იქვე მიულოცა. ტურნიკე, შენ ხარ ჟურნალისტი, ხო? დიახ, ჟურნალისტი ვარ პროფესიით. შენი აზრით დაგეხმარება ჟურნალისტიკა იმაში, რომ თქვათ შენი საქმე ეხლა რაც გაქვს, კარგად გააკეთო? ჟურნალისტიკას დამეხმარება ამაში და ესეც დამეხმარება ჟურნალისტიკაში. რა თქმა უნდა და რაც მთავარია იუმორი და სამსახიობო ნიჭი, რომელიც გაქვს შენ, როგორც მე ვიცი. ის საიდან იცით? წავიკითხე აქ რაღაცები და გავიკე საიდან ვიცი. გამოვდიოდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. და ხუმრობა არის ჩემი მეორე პროფესია ასე. კარგი, მაშინ რომ წაიყვან რამე შეხვედრას, თან იხუმრე, თან იუმორით შეიტანე, რომ ძალიან არ დავიძაბოთ. იმედია საშუალებაც არ დაგზაბავთ, მაგას გვირდებით და დანარჩენი არ ვიცი, ნახოთ უკვე.
რაღაც ისეთი მომენტი აქვს, ცოტა უფრო საჩხუბარი თემაა, ვიდრე სამხიარულო თვითონ რომელიც შემოხდა. რომელი ეპიზოდია მაგისი? დილა ტორპედოს არდანიშნული 11-მეტრიანი. მოდი აბა ვნახოთ რა ზონა იჩხუბა. დაიწყე. დავიწყო. ბურთი აქვს იმერელ ფეხბურთელებს, ძალიან აქტიურია დღეს ფლანგზე. ტაბატაძე კუხიანიძის დუეტი ხშირ შემთხვევაში ტაბატაძე უფრო წინ ინაცვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად მარცხენა მცველია და შესაბამისად აზღვევს ხოლმე კუხიანიძე მას. აი ამჟამადაც ესე მოხდა, კუხიანიძემ უკან დააბრუნა გურულის მისამართით, მაგრამ ჯუნიორმა სხვა გზა აღარ დაუტოვა გურულს, უკან გადაცემა მიგინეიშვილის მისამართით. მიგინეიშვილი ალბათ წინ ძლიერი დარტყმით გაგზავნის ბურთს, ასეც იქცევა მიგინეიშვილი, ორთა ბრძოლა შედგება ჰაერში, ასეც მოხდა. ლაშა სალუქვაძე დაჯარიმდა გორელთა კაპიტანი და ახლა ვნახოთ როგორ გაითამაშებენ ამ საჯარიმო დარტყმას ქუთათური ფეხბურთელები. ალბათ გესმით თქვენ ქუთაისელი გულშემატკივრის შეძახილები, მრავლად არიან ისინი დღეს გორელი გულშემატკივრების გვერდით. ცოტა სწრაფად უნდა გაითამაშონ ხა ეს ჯარიმა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. ვნახოთ გიგაურმა მიიღო ბურთი, გაათამაშა გურულთან, ისევ და ისევ მარცხენა ფლანგზე გადადის ტაბატაძის მისამართით. ტაბატაძემ გაიხედა საბარანძის მისამართით, შეიძლება ჩაწოდება ტაბატაძე, მაგრამ შესანიშნავად თამაშობს შაშიაშვილი. შესანიშნავად ითამაშა ასეთ სიტუაციებში მას გამოცდილება ნამდვილად არ აკრია. ნაკრების ფეხბურთელი იყო წლების განმავლობაში მოგეხსენებათ. ნახოთ რიშეკვრას მოახერხებენ ქუთაისელი ფეხბურთელები, ვერაფერი ვერ მოახერხეს. ახალკაცი დაიძრა ბრწყინვალედ თამაშობს. ახალკაცი წინ გაუგზელა ჟუნიორი თუ მოახერხებს, რომ ისევ გაუგზელოს ვერა. დაჯარიმდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები, შეიძლება სწრაფად გათამაშება. ქუთაისთან ნახევარმცველები ჩარჩენილი არიან ჯერ კიდევ შეტევაში. ახალკაცი უკვე მეორედ თამაშობს შეშანისნაოდ ამ შეტევაში. მარჯვნივ შეიძლება გაგრძელება, ასეც მოხდა ჟუნიორი საჯარიმო მოედანში. შუაში პასი, ახალკაცი ბრწყინვალეა, შეიძლება დარტყმა. რა ხდება? მთელი გორი ითხოვს 11 მეტრიანის დანიშნას. მთელი გორი ითხოვს 11 მეტრიანს. რა გადაწყვიტა ოთარ ხესაძემ გააჩერა თამაში, გამეორებაზე უნდა ვნახოთ. რა მოხდა ამ ეპიზოდში? შეაჩერა ხეცაძემ თამაში, აი თამაშგარი მდგომარეობა არ არის, როგორც ხედავთ, ჟუნიორმა მიიღო და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ალბათ ხედავთ ახალკაცის მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველია, ტიპიური ცენტრფორვარდის სტილში იმოქმედა, ერთი მოძრაობით ჩამოიშორა ჭელიძე და ჭელიძემ სავარაუდო დაარღვია ამ გამეორებიდან კარგად არ ჩანს. აი თითქოს მარცხენა ფეხზე გადაქონდა ერთი მოძრაობით ბურთი, მაგრამ საბოლოოდ მარჯვენაზე გადმოიტარა და ჭელიძეს ხელით უჭირავს ამ შემთხვევაში ახალკაცი და ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ისმის კითხვა რას აკეთებს ეს მეხუთე არბიტრი, რომლის სხვირწინაც ხდება ეს ყველაფერი, გნებავთ პირდაპირ გნებავთ გადატანითი გაგებით. გვაჩვენებენ შაშიაშვილი არაფერ შუაში არ იყო ამ ეპიზოდში. აღარ უნდა. საკმარისი. ყოჩა. აია. საკმაოდ კარგი იყო რა. პირდაპირ გეუბნები არ ვიცი რა. ანუ გააქვს იმის რესურსი, რომ იბრძოლო გამარჯვებისთვის ამ პროექტში, თუმცა ერთი უბრალოდ აქ რაც სამ წუთში დავინახე, ძალიან უნდა ჩაერთო პროცესში და ფეხბურთის სათამაშო რიტმი უნდა იგრძნო და ის ემოცია, რომელიც ძალიან კარგად შეგიძლია რომ გამოხატო, მოედნის ყოველ მონაკვეთზე არ არის საჭირო და აუცილებელი გამოხატო მაქსიმალური ემოცია, იგრძენი სათამაშო რიტმი და სათამაშო მოთხოვნილება რა. სიტუაციიდან გამომდინარე. ისიც კიდე უფრო დიდი ყურადღება მივაქცი უფრო შემადგენლებს, ისიც გავაკეთე, ვიდრე იმას თვითონ არ წამიყვანე მანაშე რა გავაკეთე? ეს განლაგებები გავაკეთე ყველა თამაშის, მე თვითონ რა ვიცი რომ უკეთ. მოკლედ კარგია, როგორც გეუბნებიან. აი ეს ნამუშევარია და ეს კარგად მომზადებული მარტო ამისთვის ღირს ამ ადამიანს გადაყვანა, სერიოზულად მოეკიდა. უფრო დაიხვეწება, განა იმას გეუბნებით რა ქვია, ბევრი შეცდომა გაქვს. აი რომ ივარჯიშო ეხლა შენს თავზე, უფრო დაიხვეწება ყველა. შემდეგი ტურებისთვის გარანტირებული გაქვს, რომ ყოველი ტური წინ და წინ წახვიდე რა. კაი ბიჭი ხარ, დიდი მადლობა და თამაში შეგიძლია შენ გულშემატკივრს ხო რომ გადასულებ. გადახვედიო და შუაში გამოწყვეტია მინაშვილმა რომ აღარ არის მეტი საჭირო. მიიღო კაპიტანმა ბურთი, დაბალი გადაცემა მუჯირისკენ, მაგრამ ბურთი დაიკარგა. ცენტრში ხოჯავასკენ. შეტევა უნდა განვითარდეს. წინვალე პასი დაუხატა. ვაწაძეს, ვარდნა ფეხებში წაიქცა. 11 მეტრიანი. წითელი ბარათი. სკანდალი თასის ფინალში. სკანდალი. გამეორებაზე კარგად ჩანს რომ ვაწაძე იყო თამაშგარე მდგომარეობაში.
აქ ვხედავთ რომ ღონღაძე რომელიც ჩაუხტა ფეხებში ვაწაძეს ჯერ ბურთს შეეხო შემდეგ თავად ფეხბურთას ჯაბადვალი ახსნა გამარტებას ითხოვს თავარი საჯისგან კვარაცხელიასგან აქ რა ხდება აყალმაყალი რომელსაც ადგილი არ უნდა კონდეს საფეხბურთო მატჩში მით უმეტეს თასის ფინალში თუმცა რას ვიზავთ ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ სისხლი გვიდულს მაგრამ ფეხბურთია და აყალმაყალი საჭირო არ არის დაგიშავეთ რამე რატო გვიყვერი არა ემოციურად წავიყვანე არა ემოციური არა პირდაპირ ეს ყვირილია ეს ემოციური არა მოდი მართლა გეუბნები ყოველგვარი თავიდან გამეციდა და მართლა ის იყო იმიტომ რომ თავიდან დაიწყე ყვირილი საერთოდ არ იყო იქ საყვირელი იმ ეპიზოდში და რაღაცა დაახმა ემოცია გასაგებია ოღონდ ეხა თუ შენ მომენტებს გადახვალ დაუწიე მიხვდი რა არის გამოსასწორებელი თუ მეორე ტურში მოხვდები ჩვეულებრივად ცოტა დაწნანდი არ ეჩხუბო დილას არავის და ისე მოდი არ ჩატოდება რომაგვიტი კურზე ითამაშა მინდა აღვნიშნო რომ ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდის მესვეურთათვის რა თქმა უნდა საჩემპიონო ბრძოლაში განსაკუთრებით კი გორელთათვის რადგან მათ წინა ტურში წააგეს დინამოსთან ანგარიშით 3-0 და მათ შორის სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა თუმცა აქ ერთი მომენტი შეიძლება ვახსენოთ გავიხსენებ ჟან-პოლ სარტრის სიტყვებს რომელიც იძახს რომ ფეხბურთი მარტივი თამაშია თუმცა მის მოწინააღმდეგე გუნდი უკვე მის არსებობას ართულებს გორელი ფეხბურთელები აუცაწვდიან ახლა ვაუ მოდებაძე ვნახოთ რა ციზავს მოდებაძე და ვანი ისევ დაკარგა ბურთი სამწუხაროდ ისევ დაკარგა დასწრებაზე თამაშობს თორნიკა გორგიაშვილი დარტყმა და 1-0 გაიხსნა ანგარიში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოხდა ამ გოლის გატანა ეს არის ფეხბურთი სწორედ უტევდა დილა ფლობდა უპირატესობას და თორნიკი აფიციალურმა პატარა მომენტით შექმნა ის რაც შექმნა შეხედეთ პატარა შედევრი ხოჯავა შესანიშნავი გადაცემა დარტყმა არა გრიგალაშვილი წაიქცა მაინც მოახერხა გრიგალაშვილმა პასი გადაცემა 1-1-ია 11 მეტრიანი და წითელი ბარათი ვერდიტმა არბიტრმა აშკარა შეცდომა დაუშვა და თამაშგარე მდგომარეობა ვერ დაინახა ძალიან სამწუხაროა რომ გულშემატკივარი ამ შეხვედრას მოეწრო და ეს არის შეურაცხყოფა ვალმა ბისზე ყვითელი გამოტყუა მსაჯ და ეხა საჯაია და შარიქაძე თუ არ გააჩერეს იმათაც გააგდებს და სულ 7 კაცი დარჩება ეს არ შეიძლება ეს არ არის ძალიან დაიძაბა სიტუაცია ძალიან ლევან კვარაცხელია ფაქტობრივად საკონტროლო გასროლა განახორციელა ზესტაფონის მიმართ აქ აზრი არ აქვს საშთან კამაც რადგან გადაწყვეტილება უკვე მიიღებულია და 11 მეტრიანი დანიშნულია სავარაუდოდ თამაშარგოს ზაზე ჭელიძე თუმცა ამაზე რეაგირებას არ ახდენს მთავარი არბიტრი ოთარ ხეცაძე კვირკველია წინ გადაცემა გორელიშვილმა მოიგო ბრძოლა შეიჭრა ძალიან კარგი პასი მოდებაძე გელაშვილის გამორბენი დარტყმა და 5-1 გაანადგურეს დინამო პირდაპირ შეიძლება ითქვას მორჩა გადავედი 42 მონაწილე ჟიურიმ უკვე შეაფასა დარჩენილი 41 კონკურსანტი კი უკვე თქვენს წინაშე შემდეგ ორშაბათს წარსდგება. თქვენ ამ წუთიდან უკვე შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს იმ ვებგვერდის მეშვეობით, რომლებიც ახლა თქვენს ეკრანებზეა ამონათებული. იმ მონაწილეს, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, ჟიური სპეციალურ პრიზს გადასცემს. ჩვენ წარმატებებს უსურვებთ კონკურსანტებს და მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. კარგად ზანდებოდეთ. როგორია იყო კომენტარი? მიფორმირა. როგორც ყოველთვის ყოველს ვეუბნებით, აირჩიეთ, ჩართეთ და დაიწყეთ. მოედრის ცენტრში თეთრი ფეხბურთელი გარბის. ეს წითელმა მიიღო ლიგათი როგორ არის? ვირავე. კარგი გადაცემა საჯარო მოედანში დარტყმა, მაგრამ მეკარე არ წაიქცა, მეკარე გადახდა რომ ბუთი არის, მაგრამ ბუთი არც. ეს არის ეს განერვიულებული ბიჭი 97 ნომერი. 97 ნომრით ვერ წავიკითხე. მეკარე კიდე წაიქცა თუ ერთი და იგივე. ძირითადად გამეორებები არის ხოლმე. აუტი ტაქტიკი, მაგას დაძაბული შეხვედრა მეტად ხო რას იყო? ორი თეთრიანი ფეხბურთელი ურტყავს ერთ წითელს. კიდევ ერთი. რა ეპიზოდი ჩავთ ეს რა?
ედო ბიჭო მართლა ძნელია. მე ის მიშლის ხელს უკეთესად შემიძლია. ბორის დილაუს არ გამოგდის აშკარად ეს საქმე. მე რომ დავუს მოდი ხოცოს რატო ეხლა მესმის მაშინ. არავინ არ გეცნობათ? კი. დავით მოჯერით სანამ ჟიურიში გადაინაცვლებდა. უბრალოდ ითამაშა და უბრალოდ არ თამაშია. ფეხბურთი ითამაშა. მეგონა გარეთ ჯობია ამათ. კარგი, იმედია ერთად ბევრ რაღაცას ამ საქმეში აქ არა. ერთად გარეთ. აქ თუ მოხვალთ, მოდით ინდივიდუალურად უკვე რა.